ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. დღის აქტუალური თემა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. მიმდინარე მოვლენების შეფასებას გთავაზობთ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში და ჩვენი სტუმარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭაიშვილი. მოგესალმებით, თორნიკე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს მათთან, ვინც ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს. ტრამპის დღის წესრიგი deep state-ის და ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მოლოდინი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება ძირეული ცვლილებები და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ინაუგურაცია ნახეთ ყველამ, უკვე პირველი გადაწყვეტილებებიც ვიხილეთ და ახლა ყველას აინტერესებს რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ და მათ შორის რასაკვირველია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკის კუთხით, რა შეიცვლება და როგორ. მით უფრო თუ გავიხსენებთ 2017 და 21 წლებს და იმ პერიოდს, როცა საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობდა პრეზიდენტ ტრამპის იმ ადმინისტრაციასთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ავღანეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სერიოზული ერთობლივი პროექტის განხორციელდა. თქვენ თქვით, რომ დაელოდება ასე სწრაფად, ხო, ერთ დღეში ერთგვარი სტატუს კვო ვერ აღდგება, მაგრამ დრო გვიჩვენებს, მომლების განვითარება გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სიტუაცია, ასე ვთქვათ, დაალაგდეს ამ კუთხით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი და აქ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რაც ასევე რიგით ადამიანებს აინტერესებთ, რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს, რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა იმისათვის რომ მომიწვიეთ სტუდიაში, მივესალმებით თქვენს მსმენელსა და მაყურებელს. ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრე გავხდით უახლოესი პერიოდის განმავლობაში, უკანასკნელ დღეებში ჩვენ ნახეთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე დადოფიცი მოხდა ინაუგურაცია და აბსოლუტურად ახლებური პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნა. შეიძლება არც კი იყო მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ასეთი მყისიერი იქნებოდა ის ნაბიჯები და ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიღებდა, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად მაშინვე მყისიერად, ესე იგი, ბატონმა ტრამპმა დაიწყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რომელიც რასაკვირველია უნისონშია, თანხმედრაშია იმ დაპირებებთან, რაც მას გააჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ რაზე არის აქ საუბარი, ხო? მე მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ ესე იგი პირველივე დღე გამოირჩეოდა რამდენიმე ათეული აღმასრულებელი სამართლებრივი აქტის განკარგულების მიღებით, რომლითაც მათ შორის ერთ-ერთ საკითხად იქნა შემოთავაზებული მაგალითად deep state-ისგან, ეგრეთ წოდებული deep state-ისგან, შესაბამისი ადმინისტრაციის და სამთავრობო ფედერალური დაწესებულებების წმენდა, ხომ? ახლაც ჩვენ ჯერ კიდევ ვამბობთ ეგრეთ წოდებულ deep state-ს და ესეც შეიძლება ერთგვარი საინტერესო დაკვირვება იყოს, ის რის შესახებაც საქართველოში ხელისუფლება საუბრობდა თუნდაც რამდენიმე კვირის წინ და რასაც გარკვეული წრეების მხრიდან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოყვებოდა ხოლმე გარკვეული ირონია და ქილიკი, ჩვენ ნახეთ, რომ არის ერთ-ერთ მკაფიო საკითხად გამოტანილი აი ამ 40-ზე მეტ აღმასრულებელ განკარგულებას შორის. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ის ეგრეთ წოდებულიც კი უნდა მოხსნათ, როგორც ერთგვარი წინსართი ამ ტერმინთან მიმართებით და უნდა ღიად ვილაპარაკოთ უკვე, რომ დიახ, deep state-ი ნამდვილად ესე იგი არსებობს და მისგან გათავისუფლება ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც აქვს ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტს დასახელებული და მიზნად დასახული. ეს ერთი. შემდეგ რომ გავაგრძელოთ თუნდაც გაანალიზება ხომ ბატონი ტრამპის განცხადებებისა და ნაბიჯებისა, აუცილებლად იქ შემოდის საკითხი, რომელიც შეეხება მშვიდობის ერთგვარ უზრუნველყოფას ეროვნული
ინტერესების აქტუალიზაციას და ზოგადად რეალიზმის პოლიტიკის ეპოქის დაწყებას, ხომ? რაც ნიშნავს თავისთავად იმას, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ნაბიჯები უნდა გადადგას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და სუვერენიტეტის საკითხი, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის საკითხი, რაც შეიძლება ადრე გარკვეულწილად იყო დაკნინებული და მათ შორის შეერთებული შტატები ხო როგორც ერთ-ერთი ჰეგემონია ამბობდა რომ არის რაღაცა გარკვეული კატეგორია სახელმწიფოებისა, რომელსაც ამ თვალსაზრისით შედარებით მეტი გამოწვევა აქვს და გარკვეული ესეთი პატრონაჟით უყურებდა, აქ უკვე ამბობს ხომ მათ შორის ბატონი სახელმწიფო მდივანიც მარკო რუბიო რომ დიახაც სწორედ ერთ-ერთი ამოსავალი იქნება სახელმწიფოთა სუვერენიტეტის საკითხი და ამაში პოზიტიური წვლილის შეტანა. ანუ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თავისთავად ჯერ პირველ ყოვლისა საკუთრივ ქვეყანამ უნდა ეს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს პატევი და შემდგომ უკვე იქნება გადადგმული ადეკვატური ნაბიჯები, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდანაც. აი სწორედ ამ პრიზმაში ვფიქრობ უნდა დავინახოთ ჩვენ საომავლოდ ხომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და რასაკვირველია ის წინაპირობები, რომელიც არსებობს და საფუძველი ის ღირებულებითი უნისონი და თანხwebdriver, რომელსაც ჩვენ ფაქტია რომ საბედნიეროდ ხვდებით და ვხედავთ, ჩვენ ბუნებრივია გვიქმნის ძალიან ისეთ კეთილსაიმედო განწყობას და პროგნოზს იმასთან მიმართებით, რომ გაცხადებული მიზანი ურთიერთობების გადატვირთვისა რეალურად იქნება მიღწეული და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავა აბსოლუტურად ახალ ძალიან ჯანსაღ ეტაპზე, რომელიც იქნება დაფუძნებული, რა თქმა უნდა, თანასწორ თანამშრომლობაზე და აქ არც ერთი სახელმწიფო არ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ რაღაცა ზემოდან და გარკვეული პედესტალიდან ელაპარაკოს შეიძლება მეორეს. როგორ ფიქრობთ, ტრამპის მართლობის მომდევნო წლები რა ტიპის გავლენას იქონიებს მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში იმ სურათის შესაქმნელად, რაც გლობალურ პოლიტიკას უკავშირდება, ხომ? ჩვენ ვხედავთ არსებულ ერთგვარ ნიჰილიზმს, რაც არჩევნებამდე იყო, ახლა მოლოდინები იმისა, რომ ეს ურთიერთობა რაღაცნაირად ვთქვათ გარკვეულ მიმართულებას შეიძენს. გინდა არ გინდა ყველაფერს საბოლოო ჯამში ყველა ჩვენთაგანზე აქვს გავლენა. რა მასშტაბური ცვლილებები მათ შორის ღირებულებებით ნაწილში შეიძლება დადგეს მომდევნო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მოლოდინი ამ კუთხითაც არსებობს, რომ ტრამპი შეცვლის სამყაროს ეს გადაჭარბებულია თუ რეალისტური. თუ ასია, მაშინ რა კუთხით შეიძლება არსებობდეს ეს მოლოდინები? აქაც გარკვეული რეტროსპექტივა რომ გავაკეთოთ, ჩვენ არა მხოლოდ 4 წლიან ალბათ პრიზმაში უნდა მოვახდინოთ ანალიზი, არამედ აქ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე დააგროვილი პრობლემების შესახებ, რომელმაც საბოლოო ჯამში ყველაზე უფრო მწვავედ ალბათ სწორედაც თავი იჩინა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ეს იყო ერთგვარი კულმინაცია და ამ კულმინაციამ რა მოიტანა? მოიტანა ომი, მათ შორის მოიტანა ომი ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში, ხომ? მოიტანა ეკონომიკური კრიზისი და ევროკავშირი ვიცით რომ არის ამ გამოწვევის წინაშე, მოიტანა ასევე სამწუხაროდ ღირებულებითი კრიზისიც, ხო? შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდეთ ჩვენ იმ შეიძლება გადაჭარბების გარეშეც კი ვთქვათ, რევოლუციურ განცხადებებს და მისწრაფებებს, რაც მომდინარეობს ბატონი ტრამპის და უკვე მისი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, არსებითად გარდამტეხი ცვლილებების წინაშე ვფიქრობ, რომ აღმოჩნდება, მათ შორის ევროპაც. პირველი იმ თვალსაზრისით, რომ რასაკვირველია, საჭირო არის ომის დასრულება. ეს ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ომმა მოიტანა უდიდესი პრობლემები ზოგადად მსოფლიო
ალბათ მშვიდობისთვის, მათ შორის ევროპისთვის ეს არის დღეს ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა და მგონია რომ ევროპაშიც აი ეს ჯანსაღი ძალები, რომლებიც ხედავენ ძალიან მწვავედ ამ გამოწვევას, იქნებიან ადეკვატური მოკავშირეები ოკეანის მიღმა კოლეგებისათვის. ეს ერთი, მეორე, რა თქმა უნდა, ხა როცა საუბრობთ ამ ღირებულებით კრიზისზე, აქაც რასაკვირველია გავლენები, რომელიც შეიძლება გარკვეულ ჩრდილოვან გლობალურ ძალებს გააჩნდეთ, იმ პოლიტიკის კვალდაკვალ, რომელსაც განახორციელებს ბატონი ტრამპი, არსებობს აქაც პოზიტიური მოლოდინი, რომ იქნება შესუსტებული და ესეც უკვე თავისთავად იმ რაღაც ფსევდოლიბერალურ თუ ნეოლიბერალურ თუ ფაშისტურ ლიბერალურ მოძრაობებს და იდეოლოგიებს მისცემს ნელ-ნელა დავიწყებას და ის უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც არც 30 წლის წინ გაჩენილა, არც 50 და ამ შემდეგ და ეს უკვე საუკუნეებს ითვლის, ხო, რაზეც მსოფლიო თანამეგობრობა არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, რომ მართლაც წარმოადგენს უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, იქნება, რა თქმა უნდა, ისევ თავის ადგილზე აპარელი დაკარგვა, ან გადანაცვლება, ჩანაცვლება. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორი აქცენტირებულია ჩინეთთან ურთიერთობის საკითხიც, ხომ? როგორ ფიქრობთ, შეიძლება გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ახალი მოკავშირეები ამ პერიოდის განმავლობაში, რა სურათი დადგება? ამოლოდინი გაქვთ. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქმე გვექნება ახალ წესრიგთან. ახალ წესრიგთან, როდესაც დიდი სახელმწიფოები, დიდი მოთამაშეები მსოფლიო პოლიტიკისა იქნებიან ერთმანეთთან უკვე განსხვავებულ დღევანდელი გადმოსახედიდან განსხვავებულ ურთიერთობებში და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ თანამშრომლობის ისეთი დიაპაზონი, რომელსაც გნებავთ 1 წლის წინ და გნებავთ დღევანდელი გადმოსახედიდან რთულად წარმოვიდგენდით. ასე რომ შეერთებული შტატების, რასაკვირველია ჩინეთის, შემდგომ უკვე ევროკავშირის, ევროპული სახელმწიფოების თანამშრომლობა მგონია, რომ ძალიან საინტერესო სახეს შეიძენს და აქაც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რა თქმა უნდა, სწორედ აი ამ ახალი წესრიგის პირობებში საქართველო თუ კი მოახერხებს და საბედნიეროდ ჩვენ ამას ვახერხებთ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, საერთო ჯამში ეს პროცესი ჩვენთვისაც დასრულდება ძალიან სასარგებლოდ და ძალიან კარგად. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა გადავიდეთ. შვეიცარიული ბანკი ხელოვნურად აფერხებს ივანიშვილის გადარიცხვებს და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უარს ამბობენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის აფინანსებს აქციებზე დაზარალებულებსა და სამსახურიდან გათავისუფლებულებს. თქვენ გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით შეფასება, საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომელიც მიღმაც იკითხება გლობალური ომის პარტიის ხელწერა, სწორედ ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხეთ ამ კომენტარით. როგორ აფასებთ ამ დღევანდელ განცხადებებს, უკვე რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი, რაც უფრო დრო გადის და მჟღავნდება მეტი დეტალი აღნიშნულ საქმესთან მიმართებით, სულ უფრო შეიძლება სკანდალურ ხასიათს იღებს პროცესი. და რატომ? იმიტომ რომ მართლაც თუ ჩვენ პირველ დღეებში შეიძლება მხოლოდ გვესაუბრა რაღაც გარკვეულ ნიშნებზე, აი ყოველი მომდევნო დღე და ყოველი სიახლე პრაქტიკულად ბეჭედს ასვამს იმ გარემოებას, რომ მართლაც ამ შემთხვევაშიც ჩვენ საქმე გვაქვს აი ამ ჩრდილოვანი გლობალური ძალებისაგან, გლობალური ომის პარტიისაგან მომდინარე ანგარიშსწორებაზე, ერთგვარ პოლიტიკურ შანტაჟზე, ვინაიდან, ესე იგი, ხელწერა, ხო, რომელიც აქ შეინიშნება,
შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთში იმეორებს იმ ერთგვარ სტანდარტს, რაც ამ ძალებს აქვთ დანერგილი თუნდაც თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებით. ანუ ეს არის ნებისმიერი რესურსის გამოყენება, იქნება ეს საბანკო სისტემა, გარკვეული პროპაგანდისტული მანქანა, იქნება ეს რაღაცა სანქციები თუ ასე შემდეგ, ანუ მთელი აი ამ მანქანის ამუშავება მის წინააღმდეგ, რომელიც, ესე იგი, იმ ძალის, პოლიტიკური ძალის თუ იმ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ღიად ყოველგვარი შელამაზების გარეშე მათ შორის საკუთარ საზოგადოებასთან საუბრობს ამ ძალებისაგან მომდინარე საფრთხეების შესახებ და აი აქაც გავიხსენოთ ხომ რა მოხდა გასული წლის 29 აპრილს, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ქართულ საზოგადოებას, რუსთაველზე მოგეხსენებათ იყო დიდი საერთო სახალხო შეკრება, პირდაპირ მან დაუფარავად თქვა იმის თაობაზე, რომ აი აღნიშნული ძალები ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნისაგან მეორე ფრონტის ხაზის გახსნას, ითხოვდნენ თუნდაც რაღაცა ფორმით ჩართულობას იმ სამხედრო კონფლიქტში, რაც არსებობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ასე შემდეგ, ხომ, მთელი ასე ვთქვათ, კასკადი არის იქ მომდინარე საფრთხეებისა თუ პრობლემებისა, რაზეც ილაპარაკა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ და ამის შემდეგ ზუსტად, ესე იგი, რამდენიმე დღეში პრაქტიკულად იწყება ხელოვნური პრობლემების შექმნა ჯულიუს ბიარისაგან, ხომ? აქ ერთი დეტალი მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს სტუმრობდა მაშინდელი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი, რომელმაც ასევე შეიძლება ითქვას, რომ დაგმო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ეს მამხილებელი განცხადება. და აი სინქრონში, ესე იგი, მორიგმა შვეიცარიულმა ბანკმა ზუსტად აი ამ პერიოდიდან დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის, როგორც მისი კლიენტისთვის, აი ამ ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც ნუ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით შემდგომ გაიშალა და ნუ დღეს უკვე ვხედავთ, რომ პრაქტიკულად აი 6 თვის თავზე უკვე ყველანაირ ვალდებულებას თავს არიდებს ეს ბანკი, ნუ არაკეთილსინდისიერად იქცევა კლიენტთან მიმართებით, როგორც ჩვენ ამ გაკეთებული განცხადებებიდან გვესმის და ძალიან ლოგიკურია, რომ სხვა გზა არ რჩება თუ არა სამართლებრივი დავის წარმოება. მაგრამ აქაც კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის, რაც აი სულ ბოლოს გახდა ცნობილი, რომ მათ შორის უცხოური მედია თავს იკავებს ამ სამართლებრივი დავის და ამ პროცესის დეტალების გაშუქებისაგან, ხომ? არადა რეალურად რომ დავფიქრდეთ ძალიან ლოგიკურად, ეს არის ერთ-ერთი მედიისთვის საინტერესო საქმე, რომელთან მიმართებითაც მედია უნდა იყოს დაკავებული და დაინტერესებული იმით, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, მაგრამ სწორედ ის, რომ უცხოური მედიაც არის აი ამ რაღაცა მდუმარე რეჟიმში, რასაკვირველია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს ჩვენ მართლაც კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც დგას აი ეს ჭრდილოვანი გლობალური შევახსენოთ ჩვენს სვენელს დამაყურებლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საერთაშორისო მედიის უარზე ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ფაქტი გარკვეულ შეკითხვებს აჩენს. კიდევ ერთი თემა მინდა განვიხილოთ უკვე გადაცემის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე манипуляციები მასთან დაკავშირებით არჩევნები როგორ ჩატარდა, გაყალბდა თუ არა ის, შუალედური ანგარიში პროკურატურამ გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს, რომ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდა არჩევნები, პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობა. Როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს სპეკულაციები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ისმის, აქვე
ვთქვათ ისიც რომ ევროპარლამენტის წევრმა ტიერი მარიანიმ განაცხადა რომ დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივისცეს ქართველი ხალხის არჩევანს საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა რუსული ჩარების კვალი არ არის ნახსენები კმარა ტყუილები დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივისცეს ქართველი ხალხის არჩევანს ამ საკითხით კვლავ манипуლირება რას ნიშნავს როგორ ფიქრობთ? რასთან გვაქვს ამჯერად საქმე? აი ხომ იცით წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო შეიძლება გავიხსენოთ ეს ანდაზა ერთგვარი რატომ იმიტომ რომ ოპოზიცია რადიკალური ოპოზიცია საქართველოში მართლაც უკვე არის იმდენად რთულ ვითარებაში და ღრმა კრიზისში რომ ისევ და ისევ რაღაცად რჩება იმის იმედი რომ გარედან ისინი იპოვიან კონკრეტულ პოლიტიკოსებს რომელთან მიმართებითაც ასევე შეიძლება არსებობდეს ეჭვი რომ ისინიც არიან აი ამ რაღაცა საერთაშორისო ჭრილოვანი გლობალური ქსელის ერთგვარი ან მონაწილენი ან თუნდაც მარიონეტები და მათი ხელით რაღაცნაირად შეძლოს აქ თითქოს და სიტუაციის გარდატეხა. რა თქმა უნდა, ეს არის წარუმატებლობისთვის განწირული ქმედებები და სურვილები, თუმცა ჩვენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა შევახსენოთ ყოველთვის ის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მართლაც ჩატარდა დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, ის პასუხობდა იმ ცნებას არჩევნებისა, რასაც ქვია თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია და რასაკვირველია ამ შემთხვევაში უწინარესად ჩვენ გვახსენდება ეუთო ოდირის მიერ გაკეთებული დასკვნა, მათ შორის საბოლოო დასკვნა და წინა ეტაპზე იყო ასევე შუალედური ანგარიშები, ისე რა თქმა უნდა შიდაეროვნულ დონეზე მოგეხსენებათ რომ იყო არაერთი მცდელობა, აქაც ყოფილიყო სხვადასხვა ინსტიტუციური მექანიზმები გამოყენებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სადაც მათ სრული ფიასკო განიცადეს. განიცადეს სრული ფიასკო იმიტომ, რომ საუბრობდნენ რაღაც თითნან გამოწვეული არაარგუმენტირებული საკითხების შესახებ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ მოეწონათ შედეგი, რომელიც დადგა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, გახდა მათთვის ერთგვარი ინსპირაცია ბრჩხალებში, რომ აი ეს რაღაცა მორიგი პოლიტიკური ავანტიურა წამოეწყოთ. ეს ხომ საზოგადოებისთვის უკვე ნანახი სცენარია და ნანახი სცენებია. თუნდაც გავიხსენოთ 2020 წელი, ხო? იქაც ამ რაღაცა პოლიტიკური ჭირვეულობით იყო გამორჩეული პოსტსაპარლამენტო არჩევნების პერიოდი, როდესაც თავდაპირველად ისინი არ შემოდიოდნენ, შემდგომ თითქოს რაღაცა იქ მედიაციის პროცესი წავიდა და აი მერე საბოლოო ჯამში ასევე იმიტაცია შეიქმნა, თითქოს ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთნენ, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით მაშინაც ხომ აი რადიკალური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ხომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არავითარი ქმედითი თვალსაზრისით საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულები არ იყვნენ, დავუშვათ ერთ დღეს თუ შემოდიოდნენ, მეორე დღეს იქ რაღაცა პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებდნენ ან ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში უკვე ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან კარგი იმუნიტეტი ასეთი უსაფუძვლო, უსაგნო პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ. და შესაბამისად მგონია რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია ხვდება იმას რომ საკუთარი თავი ჩაიგდეს ძალიან ღრმა კრიზისში და ახლა მხოლოდ ის თუ დარჩენიათ რომ არ ვიცი რაღაც ნაყიდი ბილეთებით შექმნან იმის იმიტაცია რომ თუნდაც ისინი ესწრებოდნენ რაღაც მნიშვნელოვან ღონისძიებას როგორც არის
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია, რასთან მიმართებითაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა კადრებით დადასტურებული ის ვითარება, რომელშიც იმყოფებოდნენ და პრაქტიკულად თავი ჩაიგდეს სასაცილო მდგომარეობაში, ხო იცით, ძაღლი შინარვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო, დაახლოებით აი ასეთი ასოციაცია შეიძლება გაგვიჩნდეს მათ შორის იმ პროცესთან მიმართებით, რომელიც ბოლო დღეებში განვითარდა. მადლობა გიხდით საუბრისთვის. მადლობა თქვენ. შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ პირდაპირ ეთერში გვესაუბრებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. მადლობას გიხდით ათმობილი ყურადღებისთვის.